მონასტერში ხდება ერთ-ერთ საძმოს შეკრებაზე ერთი ბერი ადგა, რომელიც ყველა მიცოდა, რომ სულიერი კაცი იყო. ადგა ეს ბერი, მოიხადა სკუფია, ძის დააგდო და ფეხით შედგა. და გათელა მოკლედ და მე ისევ აიღო, გაბერტყა და დაიფარა და დაჯდა. ეხლა ყველა მიცოდა, რომ ეს კაცი არამცოდ ყვილად არაფერს გააკეთებდა, არამედ ყვილად არაფერს არ იტყოდა და იგი ეკითხებიან, რომ რატო გააკეთა ეგრე, რაღაცა სულიერის გამო გააკეთა, ჩანდა. და მან უთხრა, რომ ძმებო, ვერავინო ვერ შეძლებს სულის გადარჩენასო, ვინც თავის ნებას აი ესე არ მოექცევა. როგორც ეს ქუდი გაითელა, აი ვინც ესე არ მოექცევა საკუთარ ნებას, ვერავინ ვერ შეძლებს გადარჩენას. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, ადამიანმა ღვთის ნება დაარღვია, ამიტომ გამოიდევნა სამოთხე. ადამიანმა უნდა ეძებოს, რომ გამოიძიოს რა არის ნება ღვთისა და ის აღასრულოს. არა როგორც მე მნებავს, როგორ ამბობდა მაცხოვარი გეციმანის ბაღში, არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ გნებავს. აი ეგ არის. ამას თუ ადამიანი ნელ-ნელა ეცდება, შეიძლება წლები დაჭირდეს, რომ ნელ-ნელა საკუთარი თავი მიაჩიოს ღვთის ნების აღსრულებას.